მოგესალმოთ დილის მინისტრებს ნინო მეუნარდია და დავით მალაფერიძე. კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოგესალმებით და ვუბრუნდით სტუმართან ერთად. 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეა. საერთოდ აპრილის თვე საქართველოში აუტისტური სპექტრის მქონე პირების თვე არის და ამიტომ ბუნებრივია ჩვენ დილის გადაცემის ფორმატშიც ვერაუარეთ გვერდი ამ მნიშვნელოვან თემას. საკმაოდ საინტერესო სტუმრები გვყავს. ხათუნა ავსაჯანიშვილი და მადონა გვათუა, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები, არასამთავრობო ორგანიზაცია ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ წევრები. დიდი მადლობა ქალბატონებო რომ ხართ ჩვენ სტუდიაში და მოგვიწევს ამ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე საუბარი. მოგესალმებით, მეც მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ვიცი რომ ძალიან დაკავებული ხართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ დილაუთენია ჩვენთან მოხვედით. დათომ უკვე გააჟღერა ის, რომ თქვენ მზადდებით აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები, ხო? მოდით სანამ უშუალოდ ბავშვებზე გადავალთ, ხო? და საერთოდ ზოგადად თქვენს ცხოვრებაზე უთხრათ ჩვენს მსმენელს, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც აუტიზმზე ვსაუბრობთ? მოგესალმებით, მიხარია რომ კიდევ ერთხელ მოგვიწვიეთ და აშუქებთ ამ თემას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ის რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში არის შიში აუტიზმის გვინდა რომ აი ამ ჩვენი ბევრი საუბრით დაიძლიოს ეს შიში და ყველას უთხრათ რა არის აუტიზმი. აუტიზმი რა თქმა უნდა არ არის ბედნიერება, აუტიზმი არის პრობლემა, მაგრამ არ არის პრობლემა ისეთი, რომელიც არ იძლევა, რომელთან ერთადაც არ შეიძლება ცხოვრება. მე მაგალითად, როცა პირველად შეხება მქონდა აუტიზმთან, ზუსტად ეს განწყობა მქონდა, რომ ეს არის გლოვა და ეს არის უბედურება, თუმცა წლებმა აჩვენა, რომ ეს სულაც არ არის გლოვა, არ არის უბედურება. რა თქმა უნდა, ეს არის რთული, მას სჭირდება ძალიან დიდი ნერვები, ძალიან დიდი ნებისყოფა, ძალიან დიდი შრომა, ძალიან დიდი მოთმინება, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი სიყვარული ოჯახში. დიდი სიყვარული ოჯახში. მაგრამ მე მაინტერესებს რა იყო ის პირველი გამოწვევა, რომლის წინაშეც თქვენ დადექით, როდესაც გაიგეთ, რომ ბავშვი არის აუტისტური სპექტრის მქონე. და პირველი ვინ გითხრათ და როგორ მოგაწოდეს ეს ინფორმაცია? და რა ასაკში მოხდა ესეც სანიშნელო? გუგახდებოდა 3 წლის, როცა გავიგეთ, რომ მას ჰქონდა აუტიზმი და მე საერთოდ შორს ვარ სამედიცინო სფეროსთან და ვერ გავიგე რა იყო აუტიზმი, გავიგე რომ ჰქონდა რაღაცა უბედურება ოჯახში. მივხვდი რომ არაფერი აღარ ეშველებოდა ჩემს შვილს, ეს მითხრა სხვათა შორის ნევროპათოლოგმა და ძალიან ცუდად მახსოვს ის დღე. და გამოწვევა პირველი ის იყო რომ აუტიზმი და რა მერე არაფერი. ეს იყო ექიმის პასუხი, რომ მერე არაფერი. ეს იყო ექიმის პასუხი, კი, შენ ამას სკოლაში ვერ წაიყვან, ზუსტად ეს სიტყვა იყო, რომელმაც მე შოქში ჩამაგდო, იმიტომ რომ ჩემი გეგმები იყო რომ ბავშვი სკოლაში ცეულ, ანუ თორის მოყვანამდე მე გეგმები დალაგებული მქონდა, ასე ვთქვათ, ქართველი და თორის მოყვანამდე აბსოლუტურად დალაგებული მქონდა გეგმა, ვიცოდი რომელ ბაღში მიდიოდა ჩემი შვილი, რომელ სკოლაში, რომელ სკოლამდე დაემთავრებინა და ფაკულტეტს რაღაცნაირად გადავწყვეტით, მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე ვარ უბედურებაში, იმიტომ რომ არაფერი არ ეშველება, მე მას სკოლაშიც ვერ წავიყვან. ეს რა პერიოდია რო გითხრათ? ეს არის დაახლოებით 7 წლის უკან, ახლა იმიტომ 11 წლის არის ჩემი შვილი. და ეხლა აღარ არის ეს მდგომარეობა, რაც ყველაზე კარგია, იმიტომ რომ შეიცვალა ძალიან ადვილად ცნობენ უკვე აუტიზმს, მაშინ 3 დიაგნოზი ჰქონდა, 3 სხვადასხვა აბსოლუტურად ერთმანეთისგან გამომრიცხავი, მაგრამ ეხლა ძალიან ადვილად ისმევა დიაგნოზი და უკვე არის ჩარევის სწორი გზა, რომ აუტიზმი გვაქვს, აუცილებლად თერაპიები და ერთ-ერთი წამყვანია მათ შორის AB თერაპია. გავრცელებული. კარგი დაცვა. მე კარგი იქნება მოვისმინოთ მეორე ისტორია, როგორც წესია ესეთი ისტორიები ერთმანეთს გვანან ხოლმე, რა ასაკში მოხდა თქვენთან მიმართებაში, ვთქვათ ამ დიაგნოზის დასმა, იმიტომ რომ მე მახსოვს ერთხელ საგაზეთო მასალას ვამზადებდი, ეს ადამიანი გერმანიაში ცხოვრობს, ქალბატონი, რომელსაც იგივე დიაგნოზის შვილი ყავს და მან თქვა რომ არ არის ქართული, რაც მე მქონდა, შესაძლებელია ძალიან დაგვიანებოდა, სადღაც 2 წლის ასაკში მოხდა მის შემთხვევაში ამის გამოვლენა. ჩემ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ უფრო ადრეც, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ მე პროფესიით ექიმი ვარ და ჩემი ბიჭი არის ტყუპის ცალი და შესაბამისად ორივეს განვითარება ჩემ თვალწინ ხდებოდა და როგორც კი დაიწყო ლუკამ შეფერხება განვითარების, საერთოდ აუტიზმი არის ნეიროგანვითარების აშლილობა. რა თქმა უნდა ეს რაღაც ეჭვებს იცვენდა, თუმცა მინდა გითხრათ რომ მე აუტიზმის შესახებ ჩემი პროფესიული კუთხითაც კი ბევრი არაფერი ვიცოდი. ამიტომ დაბნევის
აუტიზმის კოეფიციენტი იგივე იყო, როგორც ჩვეულებრივ არა ექიმი მშობლის. ესე იგი წლის და 6 თვის ასაკში ლუკას დაეწყო გარკვეული გენეზის გამონაყარი. ძალიან დიდხანს ერთი თვის განმავლობაში მის ეტიოლოგიას ვიკვლევდით და ვერ მივხვდით რაში იყო საქმე. კლინიკური ანალიზების საშუალებითაც დიდი სურათი ისეთი რომ გაგვეკო რასთან მქონდა საქმე ვერ ვიგებდით, მხოლოდ იყო ეგრეთ წოდებული ეოზინოფილია, რომელიც იყო ძალიან მომატებული და ვერანაირი ანტიგისტამინური საშუალებით ვერ ვაგდებდით. როგორც კი ეს პრობლემა მოხსენით, დღემდე არ ვიცი რომელმა პრეპარატმა უშველა თუ თავისით გაიარა. საკმაოდ რთული იყო ეს პერიოდი ჩვენთვის ეს ერთი თვე. შემდეგ დაიწყო ბავშვმა ჩაკეტვა. ის ბგერები, რაღაც სიტყვები, რომელსაც აქამდე ამბობდა, აბსოლუტურად გაქრა და რაც ყველაზე თვალშისაცემი იყო, დაიკარგა თვალის კონტაქტი. და მითითებების არ შესრულება. ეს იყო პირველი კანკაშის, ეს იყო უკვე წლის და 8 თვის. შესაბამისად მივმართ ეს სპეციალისტებს, პირველ რიგში ნევროპათოლოგებს, სამწუხაროდ საქართველოში ნეიროფსიქიატრის ინსტიტუცია ძალიან დაბალ დონეზე სამწუხაროა, როცა ჩვენ დიდი უზნაძის შთამომავლები ვართ, მაგრამ დღეს მე მგონი ამ საკითხით უკვე ბევრი დაინტერესდა და მომავალი თაობა ექიმების სწავლენ ამ მიმართულებით. დიახ, გალბატონო მადონა, ძალიან ხშირად ამ ბავშვებს ეძახიან უცნაურებს. და სხვათა შორის მშობლების იბნევიან და ელოდებიან ის, რომ აი ბავშვი დაიწყებს მეტყველებას, კი აი რაღაცა თავისებურია, მაგრამ გაიზრდება და ეს ყველაფერი გამოსწორდება. როდის უნდა, ასე ვთქვათ, განგაში ზარი შემოკრას მშობელმა, კარგი გაგებით ვამბობ, მიაკითხო სპეციალისტს, დაიწყოს თერაპიის კურსის გავლა, რას უნდა დააკვირდეს მშობელი, როგორ უნდა მიხვდეს, რომ ბავშვი არის აუტისტური სპექტრის მქონე? იცით რა შესაქმე, აუტისტური სპექტრის პრევენცია, როგორც ასეთი გარკვეული ასაკი, მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს. დაბადების დღიდან მშობელი ნებისმიერი მშობელი თავის შვილს როგორ ესათუთება და როგორ უვლის ეს გასაგები, ეს ცალკე თემაა, მაგრამ დაკვირვების ობიექტი უკვე უნდა გახდეს ბავშვი, როცა იწყებს რაღაც მითითებების შესრულების უნარების გამოვლინებას. ეს ალბათ სადღაც 4-5 თვიდან, ეხლა რაღაც დაჩქარდა კიდევაც ბავშვები უფრო ადრე. თვალის კონტაქტი, გაღიმება, რაღაცა კომუნიკაცია, ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან ისეთი გულდასმით დაკვირვება. თუ დაინახავს მშობელი, რომ ბავშვი არ მოყვება, იქ არ არის აუცილებელი, ზოგი ცოტა გვიანი იწყებს ამ ყველაფერს, რომ იქ აუტისტურ სპექტრზე ვიფიქროთ, მაგრამ ყურადღება აუცილებლად. და რაც მთავარია, ჩემი აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დედის და შვილის კონტაქტს. ამას მე ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე, იმიტომ რომ დღეს სამწუხაროდ დედები მუშაობენ და ბავშვები არის ძიძების ინსტიტუცია ძალიან ხშირია და რაღაცა დოზით ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა არის ამასთანაც კავშირში. კი ბატონო, ჩვენ ამ თემაზე საუბარი გავაგრძელოთ რეკლამის შემდეგ, ძალიან მალე დაგიბრუნდებით, მადლობა რომ გვისმენთ. დილის სამინისტრო რადიო იმედზე. ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს გვისმენთ ჩვენ. სამშაბათს და ხუთშაბათს სხვა სამინისტროს. შაბათ-კვირას დაისვენეთ ყველასგან. ჩვენ დაგიბრუნდით სტუმრებთან ერთად ხათუნა ავსაჯანიშვილი, მადონა გვათო, ეს ქალბატონები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები ბრძანდებიან, ვინც ახლა შემოგვიერთით, გეტყვით, რომ 2 აპრილი იყო აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე მსოფლიოში, საქართველოს შეუერთდა და ეს მთელი თვე არის ამ ადამიანების, ხო? და ქალბატონ ხათუნა, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ხო, თუ რა არის აუტიზმი, მსმენელს მივაწოდეთ ინფორმაცია და ზოგადად ახლა შესაბამისად მინდა გადავიდეთ საზოგადოების დამოკიდებულებაზე. თქვენი შვილი არის 11 წლის, რა იყო 11 წლის წინ და რა არის ახლა? შეიცვალა თუ არა სიტუაცია? რა თქმა უნდა, მიხარია, რომ სიტუაცია შეიცვალა და იცვლება დადებითისკენ და კარგისკენ, იმიტომ რომ
ძალიან უცნაური იყო ადამიანების დამოკიდებულება ტრანსპორტში, უცნაური იყო ადამიანების დამოკიდებულება ზოგადად თავშეყრის ადგილებში, მაგრამ ეხლა აღარ არის ასე, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა გაიგო და იცით რა არის კიდევ გამრავლდა კიდევაც აუტისტური სპექტრის ადამიანები პროცენტულად ყოველ წელს იმატებს. ესეც არის რომ თითქმის ყველა მეორე ოჯახის კარზე უკვე აკაკუნებს, თუ შეიძლება ოჯახის წევრი არ არის, უკვე მისი ახლობელი უკვე ვიღაც არის აუტისტური სპექტრის ამის მიზეზი სამწუხაროდ ვერ დაადგინა დღეს მსოფლიომ ძალიან ბევრი თანხა იხარჯება იმისთვის რომ გაიგონ საიდან მოდის ეს დაავადება და რა ჩარევა ვთქვათ საჭირო გარდა ABA თერაპიისა ვერ დაადგინა სამყარომ რა მოვლენაა საერთოდ რა შეეხება გენეტიკას არის ვერსია რომ იყოს გენეტიკური ბევრი ვერსია ძალიან მათ შორის გენეტიკურიც მაგრამ ვერც ერთი კვლევა ამას ვერ ადასტურებს რომ ეს არის მაინც და მაინც გენეტიკური არის ვთქვათ იგივე მიმართულება აცრებთან დაკავშირებით რომ აცრა იწვევს ამას მაგრამ კვლევებიც ვერ ადასტურებს ბოლომდე რომ ეს არის აცრის პრობლემა. კი ბატონო, მსმენელი ყავს თუ შეიძლება მოусმინოთ მის შეკითხვას. მოგესალმებით დილომშვიდობის დილომშვიდობის. განსაკუთრებით ქალბატონებს. ქალბატონობა თქვენ ძალიან პროფესიონალებს გქონდათ ესენი არიან დიდი სიყვარულის ობიექტი თქვენი მხრიდან. რომ ასეთ რა თქმა უნდა მოსალოცი არ არის თქვა სიტყვაზე, ხო, მაგრამ არც ესე სადლოვი, არამედ გამოდის რომ სულიერ ფაქტორში ეს არის კურთხევა, როდესაც ამ ხელას სიყვარულის ობიექტია და აი თქვენ როგორც ოჯახის წევრების დამოკიდებული ის ესენი თქვენ მიმართ, მაგრამ თქვენ მიმართ აი ახლა საზოგადოება. ხო, აი მაგალითად მე რომ საზოგადოებაში ჩემთვისაც უბრალოდ სიყვარულის ობიექტები არიან. დიდი მადლობა. რა მინდა იცი თქვა, აი ქალბატონო, ერთი რაღაცა. ნუ თუ მაინც ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს. უბრალოდ ჩვეულებრივ ადამიანები. ალბათ ღმერთი ასეთი ვიფასი ხალხით, როგორც თქვენი შვილები არიან, ხო? ვაჩვენებთ ჩვენ რომ ცოტა დავფიქრეთ, ხომ, რომ ვიყვარდეს ერთმანეთს, აუცილებელი ხომ არ არის, რომ ასეთი ნიმუშები გქონდეს, მაგრამ ეს ნიმუშები უკვე ჩვენთვის კურთხევა და მე აი პირადად თქვენ მინდა კიდევ ერთი შეკითხვა მოხდეს. ცოტა დაძულებით მინდა რისი გაგება. აი ამ სოციალურ მიმართ როგორც დამოკიდებულებაში არიან, საერთოდ და თუ აგრესია და ეთქვა ბუნებრივი მოთხოვნილებების იმათ რეაქცია თვითონ აქვს საკუთარი თუ როგორ არის. გასაგებია. ძალიან მადლობა შეკითხვისთვის. მე პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ჩემი ლუკა დილით იღვიწებს და პირველი რასაც აკეთებს რთავს საპატრიარქოს ტელევიზიას და უსმენს საგალობლებს და მისი საუზმე მხოლოდ არის სეფისკვერი. დანარჩენი ეს მისი არჩევანია. ეს აბსოლუტურად მისი არჩევანია, ის არის ტყუპის ცალი, იქ მეორე ბავშვიც იზრდება და ვერ ვიტყვით რომ რაიმე გავლენის ქვეშ არის. მე მინდა რომ ვიყო მორწმუნე ადამიანი და რამდენად გამომდის არ ვიცი უფალი ამას თვითონ გასაზღვრავს, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ლუკას არჩევანია, ეს აბსოლუტურად დამოუკიდებლად. ის ეკლესიაში გრძნობს მხოლოდ თავს ყველაზე ბედნიერად. და ალბათ მშვიდად, ხო? მშვიდად. ეს მემელი მართლა ისეთი ძალიან პოზიტიური იყო და სიყვარულით სავსე, მაგრამ მოდით რეალობას გავუსწოროთ თვალი, ხო? არის საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც აპროტესტებს, ახლა შეიძლება ეს ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ საერთოდ არ უნდა, თუნდაც თავშეთ არიან მშობლები, რომ აი კლასში იყოს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი, ხო? რატო რა ხდება, ხო? ანუ აღარ არის ეს რაღაც ინფორმაციული ვაკუუმი შეივსო, ანუ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ამ მიმართულებით, მედია გააქტიურდა, სახელმწიფო სტრუქტურები და რა ხდება, რა ვერ გაიგეს ამ შემთხვევაში. მოდით იცით რა გითხარით, არიან ვთქვათ გარკვეული საფრთხის ქვეშ ეს მშობლები, ასეთი დამოკიდებულება რო აქვთ. როგორ გითხრათ, იცით, რახანს ქვია აუტისტური სპექტრი, ესე იგი იქ მოიაზრება ყველანაირი სიმძიმის აუტიზმი, ხო? ხო ასეა. კი ბატონო. ნუ ვიტყვით იმას, რომ ყველა ერთნაირი უნარების არის, ხო? მე აბსოლუტურად მესმის იმ მშობლების, რომელსაც ტიპიური განვითარების შვილი ყავთ და დაყავთ სკოლაში. მათ უნდა გაიგონ ის, რომ როდესაც მისი შვილის კლასში არის აუტიზმის მქონე ბავშვი, აი წენამსმენელმა ძალიან ისეთი რელიგიური კუთხით გვესაუბრა, ხო? მე მინდა ვუთხრა, ეს არის მართლაც ძალიან დიდი მადლი და რატომ?
ძალიან ბევრს სწავლობს ბავშვი, როცა მის გვერდით არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი. იმიტომ რომ სწავლობს მზრუნველობას, სწავლობს სიყვარულს, რა თქმა უნდა, განსხვავებულის მიღებას. ეს არის ძალიან კარგი, რომ აი ამ ასაკში ბავშვი სწავლობს აი ასეთ უნარებს, მაგრამ მეორე კუთხით რომ თქვა, შეიძლება იყოს ბავშვი ისეთი ქცევა ქონდეს, თქვა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს, არა მარტო სხვას, არამედ საკუთარ თავსაც კი. ასეთ შემთხვევაში უნდა იყოს ძალიან სწორად დიფერენცირებული, რამდენად ხანგრძლივად შეიძლება აი ასეთი აშლილობის მქონე ბავშვი შეიყვანო, თქვა კლასში, ხო? მაგრამ ის რომ არ შევიყვანოთ, ამისი დაშვება არაფრით არ შეიძლება. უბრალოდ უნდა სწორად განისაზღვროს, სწორად უნდა შეფასდეს ბავშვის უნარები, ბავშვის მდგომარეობა, აუტიზმის მქონე ბავშვის მდგომარეობა და სწორად მოხდეს მასში კლასში შესვლა. შემდეგ არ იქნება არც მეორე მშობელს ექნება პრეტენზია, რომ რატომ არის ეს ბავშვი ჩემ კლასში, ჩემი შვილის კლასში, რატომ იშლება გაკვეთილი და ასე შემდეგ. სწორად უნდა მოხდეს ბავშვის დოზირებული შეყვანა, თუ კი მას აქვს მძიმე ფორმატი. ჩვენ ახლა სკოლაზე ვისაუბრეთ და მაინტერესებს რა ხდება ამ მიმართულებით, ხო? განათლების სისტემაში პედაგოგებზე რამდენად ადაპტირებულია ზოგადად გარემო. აი ჩვენი ორგანიზაცია ზუსტად ფადი ოჯახების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ზუსტად ამ მიმართულებით ვართ ახლა ჩართული, რომ სკოლაში ინკლუზიური განათლება და შეზღუდული ბავშვების მომსახურება იყოს შესაბამისი მისი უნარების მიხედვით, მაგრამ საქმე ისე რომ ჯერ გასაკეთებელი ბევრია, თუმცა რა თქმა უნდა წინა წლებთან შედარებით ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ ახდება ჯერ სკოლები არ არიან ისე სკოლაშიც და ბაღშიც, მაგრამ სკოლამდელ დაწესებულებაში კი ხო არის ჯერ საკმაოდ პრობლემები. ანუ რაც შეეხება პრობლემებს, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, ნომერ პირველი პრობლემა აი თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, ეს პედაგოგებია თუ ზოგადად დამოკიდებულება მშობლების? ყველაფერი ერთნაირად არის, ერთი დოზით არის, ნინო, ვერ გამოვყოფ რომელი უფრო რთული პრობლემა. ანუ ზოგადად მიმღებლობა მასწავლებელს უჭირს გაუგოს აუტიზმის მქონე ბავშვს და იგი ჩართოს გაკვეთილო პროცესში. და ნახეთ როგორი სიტუაცია ჯგუფში დაუშვათ, არის 35 ბავშვი, ბაღზე ვსაუბრობ, ხოლმე. არის ერთი პედაგოგი. ეხლა ესეც არის ბუნებრივი ალბათ მასალენ, იმიტომ რომ იმ ბავშვს უნდა ძალიან დიდი დრო დაუთმოს. ეხლა მე მქონია კომუნიკაციაში ყოფილვარ ბაღის პედაგოგებთან და უბრალოდ სურვილი გვაქვს, მაგრამ ვერ ვასწრებთ, მაშინ უნდა ვიმუშაო ამ ბავშვთან და სხვებს თავი დავანებო. არ შეიძლება რომ სპეციალისტი შემოიყვანო? აი ამაშია ზუსტად საქმე. შესაძლებლობის მქონე პირები სხვადასხვა ტიპის საჭიროებებს მოითხოვენ. ხო ასეა რა? ეტლში მჯდომი ადამიანი, რომელსაც აქვს სრულფასოვანი გონება და მას შეუძლია თვითონ დამოუკიდებლად იჭდეს და იმესადინოს, მას არ სჭირდება ინდივიდუალური ასისტენტი. გვერდით, მაგრამ აუტიზმის სხვა შემთხვევა, აბსოლუტურად სხვა შემთხვევა, რომ აქ არის კომპლექსი, ქცევითი დარღვევა, აქ არის გონებრივი ჩამორჩენილობა, აქ არის თქვა მოტორული უნარების შეფერხება და ასე შემდეგ ზოგადად. ამიტომ აუტიზმი აბსოლუტურად სხვა თემაა. უნდა ვიფიქროთ განათლების სამინისტრომ, უნდა იფიქროს იმაზე, რომ თითო აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს ყავდეს თითო ასისტენტი. მე მაგალითად 2 წელი ვეჭიქი ჩემს შვილს გაკვეთილზე გვერდით. პირველი კლასი და მეორე კლასი გავიარე ერთად, იმიტომ რომ სკოლას ყავდა ერთი სპეცპედაგოგი და იყო 10 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ნუ ერთი წარმოგიდგენიათ როგორ ეყოფოდა ამდენ. შეუძლებელია. აუტიზმის სხვა თემა, ეს უნდა მიხვდეს განათლების სამინისტროს სხვა თემა, სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე და ყავდეს თითო ბავშვს თითო ასისტენტი. ისიც რა მაინტერესებს, შობის როლი ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ისევ იმ მაგალითს მოვიყვან, ის ქართველი ქალბატონი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, მან თავად ისწავლა ამ და ძალიან ხშირია საქართველოში შესახებ მიიღო განათლება, დღეს მან დისერტაციაც კი დაიცვა. ამ მიმართულებით განავითარა საკუთარი პროფესია, ეს იყო არქიტექტორი და ახლა არის უბარიერო არქიტექტურის ერთ-ერთი პირველი, ვთქვათ, მშენებელი, არის საუბარი გერმანიაზე. და მან თქვა, როდესაც მე ვისწავლე ეს ყველაფერი და ჩავედა პირადად გავიცანი ამ ვთქვათ წიგნების პუბლიკაციების ავტორები, მოხდა ისე რომ შემდეგ ჩემს შვილთან მუშაობა ძალიან გამიადვილდა, ის ფანტასტიკურ შედეგს გვაძლევდა, მეტიც იმაზე მეც ვიდრე შესაძლებელი იყო ჩვეულებრივი ვთქვათ ბავშვის შემთხვევაში ყოფილიყო, თუმცა აღმოჩნდა ისე რომ მხოლოდ ჩემთან ავლენდა ამ უნარებს და შემდეგ მოხდა ისე რომ მან აიყვანა სტუდენტები, რომლებსაც ვთქვათ დაინტერესება
ფინანსური ბუნებრივია მოუწია მათი და 5 ადამიანი გადაამზადა, ყველას თავთავისი მიმართულება აქვს და დღეს სარეაბილიტაციო ცენტრი, ასე ვთქვათ, აქვს სახლში. ბავშვი დაახლოებით 13 წლის, ახლა ალბათ უკვე 14-ის და აქვს ის შედეგი, რომ ფლობს რამდენიმე უცხოურ ენას და მშობელს ესაუბრება ისეთ თემებზე, მაგალითად რა არის სიყვარული, რა არის მეგობრობა. რა ფაქტორია ოჯახში მშობელი? აი ეს რომ მშობელი არის გადამწყვეტი. თავარი, ღერძი, ანუ მშობელი მე ადრე მოვისმინე ეს და მითხრეს და აი ამ სიტყვა ძალიან გამაძლიერა, რომ დეპრესიული დედა არის დეპრესიული შვილი. თუ დედა არ არის სათანადო სიმაღლეზე, რომ ჯერ უნდა მიიღოს ეს დიაგნოზი აუცილებლად და უნდა ისწავლოს ცხოვრება აუტიზმთან ერთად. ეს სხვა ფენომენია. მე მყავს უფროსი გოგონა, რომელთანაც სხვანაირად ვურთიერთობ და ეხლა რომ მყავდეს პატარა, აბსოლუტურად სხვანაირად შევძლებდი მასთან ურთიერთობას. ანუ მე გუგამ მასწავლა როგორი უნდა იყოს დედა. მართლა გულწრფელად ვიცახი ამას და სულ ამბობ, რომ მე რო გუგა არ მყოლოდა, მე არ ვიქნებოდი ხათუნა, არ ვიქნებოდი თბილი დედა და არ ვიქნებოდი ის ვინც ვარ ეხლა ამ წუთას. ანუ დედის ფაქტორია, მამისაც რა თქმა უნდა, მაგრამ დედა სხვა მოვლენაა კიდევ აბსოლუტურად სხვა მოვლენაა. ამ შემთხვევაში მithume. მოდი ჩავთანხმდეთ იმაზე, როდესაც მშობელი იგებს დიაგნოზს ბავშვის მდგომარეობას, ეს არის შოკი, ეს არის სტრესი. არავინ არ თქოს, რომ ვაიმე ბედნიერი ვიყავი, ეს რომ გავიგე. ესეც არის რაღაცა გადამეტებული, ხო? არ არის სწორი. ანუ დასაკვირველი ეს არის ძალიან დიდი შოკი, მაგრამ რაც მთავარია, მშობელმა უნდა შეძლოს ის, რომ ამ დეპრესიული მდგომარეობიდან გამოვიდეს. თქვენ მართებულად ბრძანეთ, როგორც გრძნობს თავს მშობელი, ისე გრძნობს თავს შვილი. მაგრამ თუ მშობელს არ შეუძლია, რომ ეს თავად გააკეთოს, ვინ უნდა დაეხმაროს? იცით რა, აუცილებელია ოჯახის წევრების როლიც, რომ ერთმანეთს უნდა დაუდგნენ გვერდში და გააძლიერონ. ჩემ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მე მარტო დავრჩი ამ პრობლემასთან ერთად და მე მარტო ხელა დედებზე მაინტერესებს რა აი ამ პრობლემასთან ერთად, იმიტომ რომ ჩემს ოჯახს კიდე სხვა პრობლემები ქონდა იქეთ და ნუ მე და გუგა დავრჩით პირისპირ პრობლემასთან ერთად. ისევ უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. ან მაშინ თუ არ შეწევს ადამიანს საკუთარ თავთან იმუშაოს, მიმართოს ფსიქოლოგს აუცილებლად, იმიტომ რომ თუ დედა არ არის სათანადო სიმაღლეზე, ნუ ექნება იმის განცდა, რომ შვილს მიეხმარება და აუტიზმის მქონე ბავშვს სჭირდება მიხმარება, სწორი მიხმარება, დიდი სიყვარული და ძალიან სწორი სვლა, სწორი გზა. სწორ გზაზე თუ არის, არა, შეიძლება არასწორად ისწავლოს იმ ბავშვმა. ანუ რას გულისხმობ სწორ გზაში? თუ ვთქვათ რაღაცას ვუკრძალავთ ყოველთვის და არა ვთქვათ სახლში. ჩვენ ვიცით ხოლმე ხა ტიპიური განვითარების ბავშვებია, რომ შენ აი სტუმარი რომ მოვა, ესი არ მოიქცე, ხო? ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება ვიქცევით ისე როგორც საჭირო. თუ ამ გზას გადავუხვიეთ, ის ბავშვიც აირებს, რომ რატომ მიშლიან ეხლა და არ მიშლიდნენ წეღან. რაღაცა ერთ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, ხო? უკვე ირევა. ამიტომ უნდა იყოს პრინციპული დედა, თბილი, ხშირ შემთხვევაში მკაცრიც, იმიტომ რომ გჭირდება სიმკაცრეც რომ გავიგოთ, რომ ეს არ შეიძლება და ყველაფერს ამას სჭირდება სწავლა, რაღაცა შეიძლება, რაღაც არ შეიძლება. აი ვარჯიშით რა შედეგი შეიძლება მივიღოთ მაქსიმუმ ამ ყველაფერი ინდივიდუალურია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მე ვიცნობ ბავშვებს, რომლის დედებიც არიან ძალიან ისეთი პრინციპულების, მკაცრებიც, მაგრამ ნუ წინსვლა ცოტა ნაკლები გვაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე და არ შეიძლება დანებება. მაგრამ არიან ბავშვები, რომლებიც მარტივად მოდიან, იმიტომაც ვთქვი წეღა რომ ეს არის სპექტრი და არ არის კლასიკური ფორმა. ვინ როგორ? თუ კი ბავშვიც მოყვება, მას აქვს ის უნარები, რომ წამოყვეს, გავდივარ ძალიან კარგ შედეგებზე. მაგალითად, ჩემი შვილი დადის სკოლაში, წერს, კითხულობს, ანგარიშობს, განტოლებებს ხსნის, ამოცანას ხსნის, შეუძლია თქვა დაემორჩილოს ნებისმიერი ადამიანის მითითება. ეს არის, იმიტომ რომ ბუნებითაც არის სხვანაირი, მობიერი, უფრო ისეთი ადვილად მართვადია. ბუნებასაც ნუ დავივიწყებთ, არა მარტო ბუნებასაც ნუ დავიწყებთ. ანუ ყველაფერი ერთად არის მერე კომპლექსი. ქალბატონო მადლენა, თქვენ შემთხვევაში, ჩემ შემთხვევაში თქვენ მარტო ხელა დედა ვდანდები. მარტო ხელა დედა ვდანდები, მაგრამ რატო ეს შემთხვევაში ვერ ვძლებენ კაცები ამ მდგომარეობას? არა, მე ვისთანაც მქონდა შეხება, ყველგან იგივე სიტუაცია. ანუ გააჩნია ზოგი ვერ უძლებს, ზოგი ნუ რაღაც. დასაგებია ქალი უფრო ძლიერია. არა, ჩვენ შემთხვევაში გაძლებაზე არ არის, აქ უფრო სხვა პირადი ტრაგედიებია, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ პირველი რაც მინდოდა მე თქვა, დღეს საქართველოში რა თქმა უნდა ეს აუტისტური სპექტრის დიაგნოსტირება ხდება და ძალიან წინწასული ვართ იმ წლებთან შედარებით, რაც მე და ხათუნამ გამოვიარეთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ პირველი რაც ხდება ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში და საქართველოშიც ესეა, ხდება
ჯერ ბავშვის დიაგნოსტირება არ ხდება, ჯერ ხდება დედასთან ინტერვიუ. ეს არის აუცილებელი ფაქტორი. დედა უნდა მოემზადოს იმ შრომისთვის, იმ სიყვარულისთვის, რაც წინ ელოდება. თუ ამას გაითავისებს ნებისმიერი დედა ამ პრობლემასთან ექნება ესეთი კარგი თანამშრომლობა და შედეგიც შესაბამისად, თუმცა მართალი თქვა ხათუნამ, შეიძლება ძალიან აქტიური, ძალიან ყოჩაღი დედების შვილებს არ ქონდეთ ისეთი შედეგი, მაგრამ ფარფარის ჩამოყრა არ შეიძლება, პირიქით ეს უფრო მეტი мотиваცია, რომ უფრო მეტი გააკეთო. თმენა და სიყვარული. ეს არის მთავარი. გასაგებია. კარგით და ბოლოს მე მაინტერესებს, როგორ ხედავთ საქართველოში ამ ბავშვების მომავალს? ძალიან ბევრს შრომობ და ძალიან ბევრს ვიბრძვით ჩვენ ორგანიზაცია ოჯახების დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომ რაღაცნაირად დაასრულებენ ჩვენი შვილები საჯარო სკოლას, ხო? აი მე სად მივდივართ, რას ვაკეთებთ ამისთვის? ეხლა გვინდა რომ რაღაცა საბაზისო, რაღაცა დავინახოთ წინ. მე პირადად მაქვს, ეხლა არ ვიტყვი ის კონკრეტული ხედვები, რაც იმიტომ ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ მინდა რომ ამ ბავშვებს კონდეთ დღის გრაფიკი ძალიან გაწერილი და დატვირთული. შესაბამისად, მათი უნარებიდან გამომდინარე, იყვნენ დაკავებული რაღაცა პროფესიით, რასაც გამოავლენენ ეხლა და რა უნარებსაც დაეუფლებიან შემდგომ, კონდეთ მან დასაქმების ადგილი, კონდეთ მათ სპორტული აქტივობისთვის დრო, იმიტომ რომ ეს ბავშვები იზრდებიან, მათ აქვს ფიზიოლოგიური, ბუნებრივი, ბიოლოგიური ასაკი და ამიტომ მათთვის საჭიროა რომ დაიხარჯნონ აი ეს სწორად ფიზიოლოგია. ლუკას შემთხვევაში როგორ გვაქვს საქმე? ლუკაც და გუგაც თითქმის ტოლები არიან, ლუკაც დადის სკოლაში. ჩვენ ეხლა ვითვისებთ ასოებს ცოტა რთულად, იქ ვერბალური საერთოდ არა გვაქვს და ბგერების დამუშავებაზე ვართ. რა ვიცი, ვცდილობ ნელ-ნელა, ძალიან ნელი ნაბიჯებით, მაგრამ პროგრესი გვაქვს და არა რეგრესი. ძალიან კარგი. უღრმესი მადლობა ქალბატონებო, წარმატებები მინდა გისურვოთ. თქვენ საზოგადოებრივ ასპარეზზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნინოს გადაცემა რომ არსებობს რადიო იმედში და არის ერთადერთი და უალტერნატივო, იმიტომ რომ ასეთ ადამიანებს აუცილებელია რომ კონდეთ ეთერები, რომ მნიშვნელოვანია სწორედ მათგან მოდიოდეს ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებას ძალიან ჭირდება და არ იყოს მეორე ან მესამე პირისგან მოტანილი. ეს პირადი ისტორიები როგორც წესი ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე მედიაში. დიდი მადლობა ნინოს ამ ეთერისთვის, რადიო იმედს, დიდი მადლობა თქვენ, ბუნებრივია, რომ იყავით ჩვენთან. ჩვენ დავიმშვიდობოთ ნინო მსმენელს, შენ პარასკევს შემოვერთები სწორედ შენი გადაცემით, რომელიც მე უკვე დავაანონსე, ჩვენ აქ ვართ. მე კი დილით ისევ 8 საათიდან გიმასპინძლებ. დიახ, ჩვენ აქ ვართ და ჩვენ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული და აღიარება. მადლობა. მადლობა. თქვენ იმყოფებით დილის სამინისტროში. დილის სამინისტრო. მდგრადი გართობა. დემოკრატიული საქართველოსთვის.